განგაში გედედეს ბაზაზე მას შემდეგ გამოცხადა, რაც TV პირველის გადამღები ჯგუფი მივედით ადგილზე, იმის გასარკვევად სად არის ხარება, უნდა დაემშვიდობოს თუ არა ისიც პოსტს, აპირებს თუ არა მოადგილეებთან ერთად დატოვოს ძალოვანი უწყება და დატოვოს თანამდებობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი, თუმცა როგორც კი TV პირველის გადამღები ჯგუფი ადგილზე გამოჩნდა, გედედეს ბაზაზე შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდნენ ხარებას თანამშრომლები, მათ არ მისცეს შესაძლებლობა ჩვენს ოპერატორს სერგი ბარამიძეს სამსახურებრივი მოვალეობა ჯეროვნად შეესრულებინა გადაეღო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ჩაგვეწერა ინტერვიუები, ჩვენს კითხვას შეიძლება ითქვას, რომ გამოიყვანა წყობიდან ხარებას თანამშრომლები, ჩვენ გვაინტერესებდა სად იყო ხარება და ემშვიდობა თუ არა ის თანამშრომლებს. აქ ერთი საინტერესო დეტალი არის, ჩვენი მაყურებელიც ნახავს კადრებში, როგორც ცდილობდნენ, რომ ხელი შეეშალათ ჩვენი ოპერატორისთვის, რომ მას არ შეესრულებინა სამსახურებრივი მოვალეობა, სულ 3 ეპიზოდს ჰქონდა ადგილი, 3ჯერ სცადეს ჩვენი ოპერატორის ტერიტორიიდან გაყვანა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი გედედეს ბაზის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, ჩვენ ვიმყოფებდით მიმდებარე პერიმეტრზე. ოპერატორს როგორ ეკცევით? ოპერატორს ხელი გაუშვით. ოპერატორს როგორ ეკცევით? ხარება დღეებს ითვლის, მან გასწავლოთ ასეთ მოქცევა? მოადგილეები წავიდნენ? ხარებამ გასწავლოთ ზალადობა მედიაზე? აკეთ გამოიწეთ მანქანებს, ნუ ხარებამ არავისალ მანქანას არ შეიძლება. სერგი, ხო გაშალე კადრი, რომ მოძრაობა არ არის და ხელს არაფერს არ ვუშლით და ბატონი მამუკაშვილი იტყუება. როგორ ეკცევით ოპერატორს? ვაიმე, ღმერთო, რა საგიჟია? გილოცავთ, ოპერატორი გაიტაცეთ. ეს ხარებამ გასწავლათ? ხარებამ გასწავლოთ ოპერატორზე ესეთი ძალადობა? მაინტერესებს, ვინ გასწავლოთ ძალადობა? ჩემს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა თქვენი თანამშრომელი. ჩემს ოპერატორს არ არის თქვენი თანამშრომელი? ოპერატორი აქ არ იყო ბატონო, იცით? იცით ხო? რო არ იყო და ჩემს ოპერატორს ეჭიდავა თქვენი თანამშრომელი. მან დანაშაული ჩაიდინა. დიახ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არის. მოვიყვან ახლა და ვნახავთ. გამოიყვანეთ, მიდი, ხო არის კამერები, კამერები ხო მუშაობს? კამერები ხო მუშაობს? თანამშრომელი შეიძლება. კამერები ხო მუშაობს? თქვენი კი. ჩემიც მუშაობს და თქვენი კამერები, ნახეთ. თქვენი ერთი წამი, თქვენ მიბრძანდებით აქ რისთვის მოგიყვანეს? აქ რისთვის მოგიყვანეს? აქტივარი რომ მითხრათ, ამისთვის მოგიყვანეს. ნარბენი ამისთვის მოხვედით, რომ ჩვენზე იძალადოთ. ნახეთ შინაგან საქმეთა ზამის. თქვენ ამ ერთი წამი ამისთვის მოხვედით, რომ ჩვენზე იძალადოთ. გადმო ერთი ამისთვის მოგიყვანეს? ამისთვის მოგიყვანეს? ვაიმე, როგორ შეგაწუხეს თვითონ ვერ გააკეთეს ეს ყველაფერი? სერგი ქალბატონი გრიგოლ გეგეჭკორი მას შემდეგ გამოიძახეს გედედეს ბაზაზე, რაც გედედეს ბაზის თანამშრომელმა პრაქტიკულად შეუშალა ხელი ჩვენს ოპერატორს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში, რამდენჯერმე ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ჰქონდა ადგილი. სხვათა შორის დღეს ბაზაზე იმყოფებოდა ზვიად კალატოზიშვილი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ცდილობდა რომ განემუხტა სიტუაცია. ჩვენ მასთან ბუნებრივია ჰქონდა კითხვები, როდის ნახა ბოლოს ხარება, იცის თუ არა, რომ მას მოუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვება, რის საპასუხოდაც ზვიად კალატოზიშვილმა გითხრა, რომ ხარებას პრაქტიკულად ყოველდღიურად ნახულობს, დღეს სამსახურში არ მისულა ხარება და მას არ აქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა მისი პოსტიდან გათავისუფლება. როდის ნახეთ ხარება ბოლოს? ემზადება სამსახურიდან რომ წავიდეს, რატო არ დადის სამსახურში? არ დადის? არ მინახი. ხარება ნახეთ თვითონ და გაგცემს პასუხს. რატო არ დადის სამსახურში? მიდის ემშვიდობება პოსტს? არავის არ ემშვიდობება კაცო. როგორ ყველა წავიდა და ის რჩება, თქვენი აზრით მოძალადე ხარებას დატოვებენ პოსტზე? არა, არ არის მოძალადე. სპეცაზმა როგორ არანაირად გენაცვალე და იძალა და მოქალაქეებზე არ გინახავთ ბატონო? არა. ალბათ თქვენი შვილების ტოლა ადამიანებზე იძალა და არანაირად. არა, არაფერი არ გინახავთ. რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ? სად ცხოვრობთ? მართლა და მე არ გინახავთ 500 დასახიჩრებული ადამიანი? 500 დასახიჩრებული ადამიანი ახალგაზრდა არ გინახავთ? არ გინახავთ? პოლიციელები დადიან და ვერ ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებმა დააზარალოს. ასე როგორ გაშინებთ ჟურნალისტების კითხვა? რა კითხვით მოვედი? სად არის ხარება თქო და რატო ჩავარდით ესეთ პანიკაში? როგორ გაგცეთ პასუხი სად არის? არ გინახავთ? როდის ნახეთ ბოლოს? ბოლოს როდის ნახეთ? ყოველ დღე ვნახულობ, დღეს არ მინახია. გუშინ იყო სამსახურში? კი.
მირზაც იყო? ყველანი მოადგილეები სამსახურში იყვნენ? დადიან, ჩვეულებრივად დარჩებიან აგრძელ. პოსტზე? აი, პოსტზე რჩებიან, მე რა გითხრა, რა ვიცი. არ იცით ხო? არ დაემშვიდობა თანამშრომლებს ჩვენი ინფორმაციით. მან მიეწოდა თანამშრომლების ნაწილს ინფორმაცია, რომ წასვლას აპირებდა. ეთქვით ხარებას თანაშემწეს რომ ველოდებით ქალბატონ მარის? მე მგონი არ იყოფება ადგილს. არც ხარება არ არის, არც მისი თანაშემწე? ხო შეიძლება საქმეზე იყოს გასულ. ბიძინა ივანიშვილს გელაძის ხელით აქვს დიდი წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადებული. ჯერ იყო ბედოიძე, მას მოყვა გომელაური, შემდეგ იოსებ ჭელიძის შესახებ გახდა ცნობილი. დღეს დილით გავიგეთ, რომ გიორგი იოსებიძესაც დაატოვებინეს თანამდებობა. ვინ იქნება შემდეგი? ახლა ის კითხვა არის მთავარი და ამ კითხვაზე პასუხი აქვს გასაცემი. ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაში ეჭვობენ, რომ შემდეგი სწორედ იქნება ზვიად ხარაზიშვილი, განსაკუთრებული სასტიკით ცნობილი ხარება, სწორედ ასე მოიხსენიებენ სამოქალაქო აქტივისტები. მას კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარებასთან ერთად მისი მოადგილეებიც დატოვებენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს უახლოეს პერიოდში.